და თუ ჩვენ მაინც სადღაც წავიწუნებთ, რომ კი, მაგრამ ვცდილობ, მაგრამ რაღაცა არ გამომდის, რომ ჩემში უქრისტეობა ან უცოდვა დავამარცხო, რაღაცა ვერა და ხშირად მოდიხარ და ამბობთ ხოლმე, რომ აი ისევ ეს მემართება, ისევ ეს. მე გეუბნებით ხოლმე პასუხად, რომ საკუთარ თავზე იძულება, სასუფეველიც ისა, რომ იძულების, არავის არ გაუუქმებია. და ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე არ ახდენს იძულებას, რომ ცოდვა დაამარცხოს, ასეთი ადამიანები იწყებენ მერე წუწუნებენ, ვაი ვერ შეძელი, ისევ ესე დავემართა, ისე წუწუნებენ, იმიტომ რომ საკუთარ თავზე იძულებას არ ახდენენ. და არათუ იძულება და პავლე მოციქული უფრო მკაცრად ამბობს. სისხლამდე რატო ვერ ამარცხებთ? ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად. ნახე, როგორ სიტყვებია. სისხლამდე ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად. აი ამგვარი იძულებაზეა საუბარი, ოღონდ მე ეს იძულება გადადის უფლისადმის სიყვარულში და ჩვენი ცხოვრება მთლიანად განათდება ღმერთით, რომელიც შორს კი არ იქნება, არამედ ჩვენში იქნება. ამინ.